გინდა გასწავლო როგორ გავაკეთე მეგრული ჩინური ტორტი. მეგრული ყველაფერი მეგრული პრეპარატები აქვს ამათ, არაფერი იწედი რაღაცა იმების. სუფთა მეგრული ჯიშის ჩინური ტორტი. გასწავლი პატონი. ქვაფში ყრია ერთი ჭიქა წალენჯიხის ფქვილი და აგერ ვაყრის ზუგდიდის შაქარს. ის შაქარი და ის ფქვილი ხო თითო ჭიქა უნდა და იგივე ჭიქას იყენებ ისევლე და ორი ჭიქარზე უნდა. ეს რძენა გამომიგზავნა ზუგდიდელმა ძროხამ. პირდაპირ ციაკოსთან მიიტანეთო ესე და აბარა ყველა ჭიქა. რეკლამას უწევ, მაგრამ მართლა ეკუთვნის იმ ძროხას. მოკლედ ერთი ჭიქა შაქარი იყო, ერთი ჭიქა იყო ფქვილი, ორი ჭიქა რძე და ურიე. შეიძლება ნერვებით მოგეჭალოს და მიაბრახუნო, მოაბრახუნო და აპატე. ასეთი კონსტიტუციის აკერ ცალკე მაქვს პიჩენია, კრემი უკვე გაციებულია, კარაქი, შვინც რო გავს ოღონდ ჩავი როა საყელიანო, ბანანები. ის ჩაისფერია, ხილის ჩაისფერია, ის მაგული ზარანდიასგან. ეს პროსტა ნახეთ რა კადრია რა თვითონ. აქ უკვე დუღ ნონა ვურევ, ადღვიბინეთ, კარგად ადღვიბინეთ, ეს კარაქიც კარგად ადღვიბინეთ და რაღაცა გამოვა მერე. ჩავადმე მოკლედ ჩაიში ეს ჩემი პიჩინიები და ხო დაჭირდა და კრემი არ გადავუწვიე. მარტო მე თუ მომიფიქრებ ამას. მერე მოვაყარე შვინდი არა და ის მეორე შეპატარა შავები რო არის, თუთაც არა და მეორე. აპატონი, გამოვიდა, მაგრამ რა გამოვიდა.